თან კარგი, თან ცუდი ამბავი ჯოჯოს ფანებისთვის, იმიტომ რომ ინფორმაცია გამოვიდა Netflix-ისგან და განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, როდის გამოვა მეორე სერია ჯოჯოსი, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სერიები გამოვაო ყოველკვირეულად და ფაზებად. ერთი შეხედვით კარგი ამბავია, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ ფაზებად გამოსვლაში რას გულისხმობდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ გავიგეთ, რომ შემოდგმაზე გამოვაო, ზუსტი თარიღი მაინც არ ვთქვამთ. და არ დავკონკრეტებთ რომელ თვეს, რომელ რიცხვში. და ამ ყველაფერზე ჩემი აზრი რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ ტრეილერი რამოდენიმე კვირის წინ გამოვიდა და მაშინაც არ ახსენეს გამოსვლის თარიღი და ახლაც რანდომულ პოსტში თქვეს, არ დააკონკრეტეს და პლუს თქვეს, რომ ანიმე არის წარმოებაშიო, არ ვთქვამთ დასრულებულიაო და მალე გამოვაო და პლუს შემოდგომაზე უშვებენ, ანუ რამოდენიმე თვის მერე. დიდი შანსი რომ პირველი სერიის მერე მთელი ანიმეს წარმოება ან დასრულებული არ იყო, ან დაწყებულიც კი არ იყო. და ერთადერთი მიზეზი რატომაც დააჩქარეს ეს პროცესი და ეხლა უცებ გამოაცხადეს, რომ უცი რა მალე გამოვაო, ის რომ ფანებისგან წნეხი და ზეწოლა იგრძნეს. ამაზე დამატებული ისიც რომ Netflix-ისთვის აშკარად არ არის დიდი პრიორიტეტი ჯოჯოს ანიმეს ადაპტაცია. ვინაიდან და რადგანაც არც რეკლამას არ უკეთებენ, განსაკუთრებულს არაფერს, ერთ ან ორ ტრეილერს თუ გამოვშვებენ და მეორეც ანიმაციის ხარისხს ემჩნევა. და ჩემი ვარაუდით სტუდიოს ან დაბალ ბაჯეტს ან ცუდ პირობებს თავაზობენ ზოგადად ცუდ დროს. როგორც თქვი, არ დაუკონკრეტებიათ ფაზებად რას გულისხმობდნენ, ანუ გამოვა 10-12 სერია და 2-3 ნაწილად იქნება გაყოფილი მთელი მეშვიდე ნაწილი, თუ გამოუშვებენ მანგის მიხედვით, იქნება გამომდინარე, რომ მანგაში სიუჟეტი არკები გაყოფილი იყო 9 ნაწილად, 9 ფაზად. და თუ ამის მიხედვით აპირებენ გაყოფას და ყოველი ნაწილის მერე შესვენების აღებას აპირებენ, გამოდის რომ მივიღებთ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ 2-3 სერიას. ტემპს თუ გავითვალისწინებთ პირველი სერიისას, რომ ერთ სერიაში, ანუ 40 სერიაში ადაპტირებული იყო 11 თავი და მეორე ნაწილი მანგისა არის 16 თავი, გამოდის რომ თუ 20 წუთიანი სერიები გამოვა, მეორე ფაზა უნდა იყოს 3-4 სერია. თუ მანგის სიუჟეტს მიყვებიან და მანგის მიხედვით გაყოფენ. რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება ეს შემთხვევა, მაგრამ მაინც, ანუ თან პოზიტიური მოლოდინები არ მექნებოდა.